30 მაისს თორაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება. ჩვენი გადაცემის სტუმრები უნდა წარმოგიდგინოთ ფესტივალის დამფუძნებელი ნინო თორაძე და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ედიშერ სავიცკი. მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში მოგწონთ. კიდევ ფესტივალი გახარებული ვარ მოკლედ. მართლა ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი. ყველა მიმართულებით თან ეს არის მე მგონი. ნამდვილად. ამიტომ თქვენ პროგრამაზე კითხავთ ახლა. აი ბატონო ედიშერი ამასე ნამდვილად. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მეოთხედ ტარდება უკვე თორაძის სახელობის ფესტივალი. ძალიან გვიხარია, რომ ყველაფერი მიდის დიდი ნაბიჯებით მივდივართ წინ. თუმცა პირველივე ფესტივალიდან ჩვენი ბუნებრივად დიდი მასშტაბი მოიცვა ჩვენმა ფესტივალმა. ეს არ არის მხოლოდ ფესტივალი, სადაც ჩატარდება კონცერტები, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, უბრალოდ რაც შეიძლება ითქვას ჩვენი ფესტივალის შესახებ, არის და თორაძის ფონდის შესახებ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი გვერდში დგომა და სტიმულირება ერთგვარი ჩვენი ახალგაზრდების. აქედან გამომდინარე, აი ჩვენი ფესტივალი და თორაძის ფონდი ეს 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვატარებთ ღია გაკვეთილებს, მასტერკლასებს, საიდანაც შეირჩევიან ხოლმე ახალგაზრდები, რომლებსაც ენიშნებათ წლიური სტიპენდია. რაც არის საკმაოდ კარგი და ძალიან წამახალისებელი ახალგაზრდებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს რამოდენიმე მემორანდუმი სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ერთ-ერთი მემორანდუმი არის ალაბამის უნივერსიტეტთან, სადაც მე ვარ გახლავართ პროფესორი და იქ ჩემი კოლეგები, როდესაც ჩამობრძანდებიან და ისინი ატარებენ ღია გაკვეთილებს, უკვე იმათაც აქვთ საშუალება, რომ დაპატიჟონ თლიანი დაფინანსებით. მე წელს უკვე მეოთხე სტუდენტი მიმყავს თლიანი დაფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. საკმაოდ დიდი პაკეტი არის, წლიური $60,000 და 5 წელიწადზე ეს არის $300,000 პაკეტი და ეს ჩვენი სურვილი არის, რომ ამ ახალგაზრდებს უბრალოდ შანსი მიეცათ, რომ შეძლონ თავიანთი თავი განავითარონ უკვე სხვა გარემოში. ჩვენ ძალიან დიდი ტრადიცია და კულტურა გვაქვს ჩვენი საშემსრულებლო ხელოვნების, მაგრამ დრო იცვლება და აუცილებლად ფართი ასპარეზის საჭიროა ახალგაზრდებისთვის, რომ გაეხსნათ ეს ასპარეზიც და უფრო სოფხედულობაც უფრო გაფართოვდეს. ამიტომ ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის აი საგანმანათლებლო მხარე, რომელიც ყველაზე ძირითადი და ყველაზე და ახალგაზრდები თარვაც როგორი მოლოდინით ელოდებიან წლიდან წლამდე ამ ფესტივალს. სწორედ ეს ახალგაზრდები არიან, რომ მათ უნდა შეექმნათ პრეცედენტი იმის, რომ სწორედ მათ უნდა გაანაგრძონ და გააკეთონ, განავითარონ საკუთარი თავი, ანუ მე როგორც წარმომიდგენია, სწორედ ისე, როგორც პირველად თავიდან ამის დიდი შანსი მოგცა ლექსო თორაძე მეც და ალექსანდრე კორსატიას, გიორგი ვაჩნაძეს, ვახტანგ კოდანაშვილს, უამრავი ქართველი, რომელიც თავის დროზე 90-იანებში ბანო ლექსო წაგვიყვანა და ყოველ შემთხვევაში მაშინდელი 90-იანები გახსოვთ რაც იყო. მე კარგად მაქვს. ბიჭისთვის და თან როიალზე და აქედან გამომდინარე ესეთი ამას პრეცედენტი უკვე ჩვენ გქონდა. მე ბატონ გუგულის მე არ შევხვედრიო, მაგრამ ვიცი რამდენად დიდი ამაგი ქონდა ბატონ გუგულის თავის სტუდენტების მიმართ. ამიტომ ეს მიმართულება არის ერთ-ერთი მთავარი და დამატებული სწორედ ის კონცერტების სერია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ახლა მე უცბად გეტყვით, უბრალოდ რამოდენიმეს გამოვარჩევ. იმიტომ რომ არ მინდა ვიცი რომ დროში შეზღუდული ვართ. მაგრამ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი იქნება 16 ივნისს, რამე თუ ეს იქნება ვან კლაიბერნის 2025 წლის ვან კლაიბერნის კონკურსის გამარჯვებულის სოლო კონცერტი. ხა რატომ არის აღსანიშნავი? არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დიდი კონკურსი დღევანდელ დღეს და საერთოდ ისტორიულად ეს არის ერთ-ერთი ყოველთვის იყო წამყვანი და რომელმაც შეინარჩუნა თავისი პრესტიჟი და წონა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უკვე შეთანხმება ვან კლაიბერნის კონკურსთან, რომ მათი გამარჯვებულები ჩამოვიდნენ ხოლმე ჩვენ ფესტივალში და მიიღონ მონაწილეობა. ძალიან დიდი სტიმული არის ასევე ჩვენი ახალგაზრდებისთვის და რასაკვირველად 18 ივნისს, როდესაც ჯან ანდრიანოზე და არის სოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი, რომელიც წარსდგება ჩვენი მსმენელის წინაშე, ჩვენ გიაყანჩელის სახელობის ახალგაზრდა ორკესტრთან ერთად და ჩვენი ფესტივალი და ჩვენ საფესტივალო ორკესტრის თანხლებით, ესე იგი, და შესრულდება ჩაიკოვსკის მეხუთე სიმფონია და ასევე შესრულდება ბატონი გუგული თორაძე, დავით თორაძის საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც ამას მე შევასრულებ, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ ეს კონცერტი პირველად შესრულდება თბილისში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მსმენელიც ძალიან დიდი სიურპრიზიებით
ბატონ ლექსოს აქვს რამოდენიმეჯერ დაკრული, მაგრამ სამწუხაროდ თბილისში არ მოხერხდა. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი შენაძენი საფორტეპიანო რეპერტუარში და ძალიან დიდი სურპრიზი ელის მსმენელს, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან ღირებული, ძალიან საინტერესო როგორც პიანისტისთვის, ასევე კომპოზიციურად და მრავალი ასე ვთქვათ ასპექტიდან გამომდინარე. ახლა მე ამ ზად ითხრას ვლაპარაკობ, დიდი 8 კონცერტი არის, მაგრამ ამ პროგრამაზე შეგეკითხები თავიდან ბოლომდე როგორ არის გაწერილი? ვინ უნდა გახსნას ფესტივალი? ფესტივალი, აი სწორედ ფესტივალის გახსნაზე მე შემიძლია ვისაუბრო, რადგანაც ეს ფესტივალის გახსნა არის დავით თორაძის მუსიკით ესე იგი მთელი საღამო იქნება დავით თორაძის მუსიკა, რომელიც იგივე პროექტი ჩვენ უკვე წაღებული გვაქვს ფლორენციაში კულტურის სამინისტროსა და ჩვენი გამოჩენილი ბანის გიორგი ანდღულაძის დახმარებით ეს პროექტი შესდგა და ეს მოხდა ფლორენციაში არაჩვეულებრივი კონცერტი გაიმართა და მე მგონი საკმაოდ წარმატებული. მე იმდენად წარმატებული იყო ეს პროექტი, რომ გადაწყდა, რომ თბილისშიც უნდა გამეორებულიყო და ამიტომ აი ეს კონცერტი 30-ში შესდგება ოპერისა და ბალეტის თეატრში, სახელმწიფო თეატრში და ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ ის, რომ ჩემი 11 წლის შვილიშვილი, რომელიც შეასრულებს მამა დავით თორაძის პატარა სიმღერას, რომელიც მე მგონი მნიშვნელოვანია, რაღაც სენტიმენტალურიც არის, რომ აი რაღაცა გაგრძელება ხდება ამ თორაძეების ოჯახში მუსიკით სიყვარულის. ესე რომ აი ესეთი მნიშვნელოვანი საღამოთი გაიხსნება ჩვენი ფესტივალი. მე ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ 5 ივნისის კონცერტი მიეძღვნება ჩვენ ძალიან ახლო მეგობარს და არაჩვეულებრივ მუსიკოს, დირიჟორს, კომპოზიტორს ვახტანგ მაჭავარიანს, რომელიც იყო ჩვენი ოჯახის ახლობლები და არა მარტო ვახტანგ მაჭავარიანი, არამედ მთელი ოჯახი, ბატონი ალექსი და მთელი ჩვენი ოჯახის მეგობრობა და აი ასე გაგრძელდა მე ლექსოს და ვახტანგ შორის და ეს კონცერტი მიეძღვნება ვახტანგ მაჭავარიანს და არაჩვეულებრივი მუსიკოსი და პიანისტი დავით ხრიკული იქნება სცენაზე და შეასრულებს შოპენის მეორე კონცერტს. ხა გაგრძელი შემდეგი კონცერტი. ბატონო, ეს 3 ივნისს გვექნება ფოლკლორული მუსიკის საღამო. ჩვენ ძალიან მეგობრობთ და ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გალუდის უნივერსიტეტი და სწორედ მათთან თანამშრომლობით ეროვნულ სასახლეში გაიმართება ფოლკლორული მუსიკის საღამო. ჩვენ ყოველთვის ჩვენი საგანძური არის ქართული მუსიკა, ჩემთვისაც, ქალბატონისთვის, ლექსოსთვის და ბატონ დავითისთვის და საერთოდ ჩვენი კულტურული ცხოვრებისთვის ქართული მუსიკა და ქართული ფოლკლორული მუსიკა განსაკუთრებით ეს ძალიან დიდი საგანძური. ამას დასავლური კომპოზიტორები ძალიან აფასებდნენ და ანუ მე ყოველ შემთხვევაში ყოველთვის დიდ ჩვენ სურვილი გვაქვს რომ ქართული მუსიკა ყოველთვის ჟღერდეს და ყოველ შემთხვევაში წინა ფესტივალებზე ყოველთვის ქართული მუსიკა ჟღერდა. 5-ის შესახებ უკვე მოგახსენათ ქალბატონინო, ამას უდირიჟორებს ახალ ჩვენი საფესტივალო ორკესტრი იქნება და მირიან ხუხუნაიშვილი, ჩვენი ქართველის ახალ ძალიან უკვე წარმატებული დირიჟორი. 7-ში გვექნება ბაროკოს მუსიკის საღამო. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ყოველთვის ვცდილობთ რომ სხვადასხვა კომპონენტებს შევხებოდეთ კლასიკური მუსიკის ჟანრში და არა მხოლოდ. და აი სწორედ ჯერჯერობით არ ჰქონდა ბაროკოს მუსიკა ამ წლების განმავლობაში. პირველად არის ასე. კი, ნამდვილია წლევანდელ ფესტივალზე. თუმცა აქ არის არაჩვეულებრივი ბაროკოს კი, სიმფონიეტა რომელიც საქართველოს სიმფონიეტა რომელიც არაჩვეულებრივად. ნამდვილად მაგრამ ფესტივალში არ ქონდა. წლიდან წლამდე საფესტივალო პროგრამა იცვლება და მდიდარია. სხვადასხვა ჟანრები ემატება. აი სულ საუბრობთ მე და ედიშერი, აი როგორ გავაკეთოთ, რომ საინტერესო იყოს და რაღაცა ახალი შევიტანოთ ფესტივალში. ჯაზის ჩათვლით მიდეთ გითხრათ, რომ ამაზეც ვფიქრობ. ეს თავისთავად მოიცავს უკვე მსმენელის სხვადასხვა ჯგუფებსაც, რომლებსაც მეტი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, ზოგს უფრო მეტი ინტერესი ჰქონდეს ფოლკლორულ მუსიკაში, ზოგს კი ელექტრონულ მუსიკაში, რომელიც მაგალითად ჩარჩა წინ გაბრიელ პროკოფიევის
ფაქტიურად პრეცედენტი იყო, რომელმაც ელექტრონული მუსიკა წარადგინა. ვაშე ბაროკა ეს არის ოქსფორდის ანსამბლი ოქსფორდიდან ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან წარმატებული ანსამბლი, რომლებიც მოღვაწეობენ, ინგლისელები არიან და ჩამოვლენ ძალიან გვიხარია, რომ მოხერხდა მათი დაპატიჟება და ასე ვთქვათ, დროშიც აღმოჩნდა ისე, რომ მათაც შეეძლოთ ჩამოსვლა. ეს იქნება 7-ში, 8 ივნისს უკვე იქნება ჩვენი ძალიან ახლო მეგობრის ბატონ ლექსოს ყოფილის მოწაფის, ჩვენი თბილისის კონსერვატორიის რექტორის გიორგი ვაჩნაძის სოლო კონცერტი და შემდეგ 14 რიცხვში გავემგზავრებით ქალაქ თელავში, სადაც თორაძის ფონდის სტიპენდიანტები და ალაბამას უნივერსიტეტის მუსიკოსები, 9 მუსიკოსი იქნება ალაბამის უნივერსიტეტის პროფესორები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე შემდეგ 18 რიცხვშიც მიიღებენ მონაწილეობას. ეს პროფესორები გაკვეთილებსაც ჩაატარებენ, ღია გაკვეთილებს, სხვადასხვა დარგებს, სხვადასხვა მიმართულებ დისციპლინებში, ეს იქნება ჩელო, კონტრაბასი, ჰობოი, ფლეიტა, ფორტეპიანო თავისთავად, მე ამ შემთხვევაში ორივე მხარეს წარმოვადგენ და წავალთ თელავში იქნება ეს გასული 14-ით. 16-ში კი იქნება უკვე როგორც მოგახსენეთ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე არისტო შამი, არაჩვეულებრივი, ძალიან საინტერესო და უკვე ძალიან აღიარებული პიანისტის სოლო კონცერტი და 18-ში იქნება დასკვნითი კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც როგორც მოგახსენეთ, აჯან ანდრია ნოზადა, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორია, საკმაოდ დახუნძლული და საკმაოდ დატვირთული 18. ვით განსხვავდება ფესტივალი, სხვა ფესტივალებიდან მეკითხა, მაგრამ ისე თქვით თქვენ უკვე განსხვავდება, უკვე სხვა. რამდენად რთულია მსგავსი ფესტივალების ორგანიზება თქვენთვის პირადად? იცით რა, რთულია, მაგრამ ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი გუნდი. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ნინა ყიფიანს, ჩვენი ეროვნული სასახლის იმ გუნდს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩართულები არიან. ლევან დვალი, რომელიც ესე იგი მოძრავი კომპიუტერი არის ფაქტიურად. მაგრამ იცით რა, ჩვენ ეს გამოცდილებას გვემატება წლების განმავლობაში პროგროვდება და ეს ყველაფერი შეძლებადიც არის უბრალოდ როგორც თავიდანვე ვთქვი, იმიტომ რომ ეს დაკავშირებული არის თორაძის სახელთან, ბატონ ლექსოსთან და ბატონ დავით თორაძესთან, ბუნებრივად ფესტივალის მასშტაბი ძალიან დიდი და გარდა 4 წელი არ არის დიდი დრო. 4 წელი არ არის დიდი დრო და ჯერ კიდევ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ეს შევავსოთ აი ეს რაღაც მაგრამ შემდეგ წელს უკვე აი იუბილე გვაქვს 5 წელი გამოგდის. 5 წლის იუბილე უკვე და ამიტომ რაღაც აი კიდე რაღაცა სიახლე იქნება ხო რაღაცა ვცდილობთ მაგრამ რაღაცა სიახლე იყოს. ის ემოცია როგორ ფიქრობთ რომელიც მაყურებელმა უნდა წაიღოს ამ ფესტივალის შემდეგ აი რო დასრულდება. აი მე მაინც ფიქრობ ემოცია უნდა დარჩეს რა განწყობა რა განცდა. დიახ აი რომელიც დიდხანს გაყვება თავისთავად ხო? მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. თავარი ღერძი ამ ფესტივალის არის ის, რომ გაგრძელდეს ის, რაც იმ დანაპოვარის გაფრთხილება და გაგრძელება, რაც ლექსომ და მამამ დატოვეს. ესე იგი, ეს არის ახალგაზრდებზე ზრუნვა. ჩვენთვის მთავარი მაინც არის ეს. მთელი ამაზე არის აგებული მთელი ფესტივალი, რომ აი ეს შესაძლებლობა მიეცეთ ახალგაზრდებს. ჩვენ მაგალითად ახლა ცოტა გადაუხვალთ შარშან მაგალითად ამ სტიპენდიანტებთან ერთად არა მარტო თბილისში ქონდა კონცერტები, არამედ წავედით რაჭაში ქონდა კონცერტი, ქონდა საჩხერეში, ქონდა სხვადასხვა კუთხეში. ესე იგი ამ ახალგაზრდებთან ერთად მათ ეძლევათ საშუალება რომ იდგნენ სცენაზე, ესე იგი შეასრულონ და სხვადასხვა ნაწარმოებები და რაც მთავარია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე დადგენ სცენაზე ესეთ მუსიკოსებთან, როგორიც არიან ედი შერსავიცკი და სხვები, რომლებიც ყოფილი ლექსოს რომლებიც ჩვენ ამასაც ვაკეთებთ, რომ ლექსოს ყოფილი სტუდენტები ჩამოდიან და უკრავენ და მათაც ერევიან ეს ახალგაზრდები ამ დიდ მუსიკოსებთან. აი მე მგონი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელსაც ჩვენ იცით რა, მე უცბად ჩავერთვები თუ შეიძლება განსხვავება რაში ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ რომ ახალგაზრდებს ხელი შეუწყოთ ძალიან ხშირად შეიძლება მე ეს შტაბ-ეჭდიდება რჩება რომ ეს აღიქმება როგორც აი მზამზარეულის ეს არ არის
ბატონ ლექსოსთანაც იყო ეს უზარმაზარი შანსი მოგვეცა ჩვენს უყოლას მაშინ, როდესაც ჩვენ ამერიკაში ლექსოთორაძემ წაგვიყვანა. შანსი მოგვეცა იმის, რომ მე უკვე ჩვენ თვითონ განვითარებული ვართ. ერთ-ერთი მესეჯი, რომელიც მე პირად როგორც ხა პედაგოგი ყოველთვის ვცდილობ, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქაც ხვდები და რომლებიც ჩემთან მიმყავს, ეს ელემენტი დავანახო, რომ პლატფორმა შეექმნათ და იმპულსი მიიღონ ისეთი, რომ თვითონ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და ეს სტიპენდიის, ეს წლიური სტიპენდიაც ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რაღაცა მიღწეული. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმპულსისთვის კეთდება, რომ ადამიანმა რომ თვითონ გაიკვლიონ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და თავის საკუთარი, ასე ვთქვათ, ესენი პატარა ბავშვები აღარ არიან და გადაწყვეტილებებს, როდესაც მიიღებენ, უკვე სწორად გააანალიზონ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და როგორ უნდა გააკეთონ. ჩვენ უბრალოდ აქ ვართ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ და რაღაცა ეს სხვადასხვა ეს არის ძალიან განსხვავებული, ძალიან დიდი თემა არის, შეიძლება სხვა დროს შევხვდეთ ამის შესახებ, რომ დღევანდელი დღე ძალიან განსხვავდება იმ დაუშვათ 40 წლის წინანდელი ცხოვრების სტილისგან, როდესაც იყო ყველაფერი წნეხის ქვეშ. დღესდღეობით ადამიანებს ბევრად უფრო დიდი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ. შესაძლოა, როდესაც ასეთ შანსს აძლევ, მაშინაც უნიკალური იყო და დღესაც ვთვლი, რომ დასაფასებელი საშუალება ყოველ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ერთ-ერთი მთავარი მესეჯი არის ეს, რომ ხელი შეეწყოთ, რომ უკვე თვითონ მოინდომონ საკუთარი თავის განვითარება, იმიტომ რომ ეს არის და თუნდაც ეს არ არის ერთჯერადი გასაგები, რომ ერთწლიანი სტიპენდია და ეს ადამიანები, რომლებიც სასწავლებლად მოდიან 5 წლით, ესეც 5 წელი არის. როგორ გრძელდება მათი შემოქმედება? შემდეგ უკვე ეს აი როგორ გამოიყენებენ. ეს არის, რომ მე უნდა თვითონ როგორ გამოიყენებენ ამ პერიოდს და აი რა მაგალითები გაქვთ აი წლებიდან? აი მე შემიძლია მოგიყვეთ ლექსოს მაგალითს. აი ამდენი მუსიკოსი ყავდა ლექსოს წაყვანილი და მთელ მსოფლიოში მოფენილები არიან და პროფესორები არიან სხვადასხვა უნივერსიტეტებში. და თავარია როგორ რამდენად ფოკუსირებული ხარ ამ საქმეზე და როგორ წარმართავ შენს მომავალს და ცხოვრებას. რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. სწორედ ეს ფაქტი, რომ ეს დიდი დირიჟორები წელს არის ჯანანდრე ნოზე და ჩვენ ყავდა პავო იარვი, გაისად კიდევ დაგვემატებე მაქსიმ ვენგეროვი იყო ჩამოსულსა არაჩვეულებრივი შემსრულებლები. ეხლა როდესაც ქალბატონმა ნინო მახსენდა, რომ სტიპენდიატები ჩვენთან ერთად 9 საათნახევრიანი მარათონის დროს ძალიან ბევრი ადამიანი ბატონ ლექსოს ყოფილი მოწაფე მათ შორის მეც უკრავდით და ჩვენთან ერთად იყვნენ ჩვენი სტიპენდიატები. ამიტომ ეს ყველაფერი რაღაცა შეიძლება მასტიმულირებელი იყოს იმისთვის, რომ ეს ადამიანებს მოუნდეთ უკეთესი პირობები შეიქმნა საკუთარი თავისთვის და საკუთარი პროფესიის განვითარების და საკუთარი პროფესიის. ამიტომ აი ეს არის მთავარი მესეჯი. კონცერტები როგორც ასეთი ბევრი იმართება, თუმცა მე ასევე მინდა მეთქვა ჩვენი კონცერტები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არის ძალიან მაღალი ხარისხის და ეს შემსრულებლები, რომლებიც ჩამოდიან, მართლაც რომ სოფლიოში წამყვანი მუსიკოსები არიან და ძალიან გვიხარია ჩვენც. დღევანდელი გადასახედიდან რამდენად ყავს იმედის მომცემი ახალგაზრდები თქვენი შემოსება? ყოველთვის ყავს. ჩვენ საქართველოს ყოველთვის იყო და არის და იქნება. აუცილებლად. იცით რა, როდესაც გვაქვს ესეთი ქართული ფოლკლორული მუსიკა, არ შეიძლება რომ რაღაც ნიჭის ნაკლებობაზე იყოს, ლაბა ეს მუსიკალური ნიჭზე ხა პრობლემები როცა არის ძალიან დიდი ინსტრუმენტალისტების განხრა ეს ფაქტია და გასაგებია, მაგრამ ბუნებრივად ადამიანური ნიჭის დეფიციტი ნამდვილად არის. ნამდვილად არის. აი სწორედ ამიტომაც მეც ჩვენ ვთვლობ, რომ ამერიკიდან როდესაც ჩამოძანდებიან ეს ჩასაბერი საკრავების პედაგოგები, სხვა ინსტრუმენტალისტები, რომ იმათთან ჰქონდეთ შეხებათ ჩვენ ახალგაზრდებს, ვინც არის დარჩენილი ჯერ კიდევ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დეფიციტი არის რაღაც ისეთ ინსტრუმენტებში, რომელიც ჩვენ და გასაკვირად დიდი პრობლემაა, მაგალითად არ აქვს ძალიან ცოტა ტრომბონისტი, არც ვიცი კონტრაბასის პროფესორი. სოფლიოში თუ ჩვენ ვართ უბრალოდ. ჩვენთან არის ეს. მაგრამ იმედი არ უნდა დავუკარგოთ და რაღაცა მოკლედ უნდა მოვიმოქმედოთ. ძალიან ხშირად საუბრობთ ამ თემაზე და ჩვენი გადაცემა თავის რაღაცა მცირე პატარა აგურს მაინც დებს ამიართულებს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავდოთ პატარა აგური ამაზე და მე რაღაცა ან დიდი აგური. შენობას ან დიდი ზომაში გავზარდოთ. გავზარდოთ. წარმატებებს გისურვებთ. მაგრამ არ
შემიძლია რომ ისე დავამთავროთ ეს გადაცემა, რომ მადლობა არ გადაუხადო კულტურის სამინისტროს და ჩვენ თანადამფუძნებლებს გალობის უნივერსიტეტს და ქალბატონ ნანა გოთოს, იმიტომ რომ აი და არმია ჩვენი მეგობრებისა, რომლებიც გვერდში გვიდგანან. აი ყველას უზარმაზარი წვლილია ამ ჩვენი ფესტივალის წარმატებაში. ამიტომ ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით. მადლობა კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით, დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, ამით დასრულდა ჩვენი გადაცემა. ჩვეულ დროს და ტრადიციულ ადგილას, რა თქმა უნდა, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ბედნიერ დღეს გისურვებთ. ახლა მომავალ შეხვედრამდე.